წიგნი ქართული უტოპია, საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკური მწერლობა თავს უყრის იმ რომანებსა და მოთხრობებს, რომლებშიც ტექნოლოგიებით გადასხვაფერებული სამყაროებია წარმოდგენილი. სამეცნიერო ფანტასტიკით ქართველი მწერლები 1920-იანი წლების მიწურულს დაინტერესდნენ. სწორედ ამ დროს რეჟიმის განსაკუთრებული გამკაცრებისას ჟანს დასაბამი დაუდეს მიხეილ ჯავახიშვილმა, ალექსანდრე აბაშელმა და ივანე ყიფიანმა. მათ დაინტერესათ, როგორ შეცვლიდა ქვეყნის ბედს რაიმე სახის ტექნოლოგიური სიახლე იქნებოდა ეს მაგალითად თიხასავით მსუბუქი, მაგრამ ფოლადივით მყარი ახალი ნაერთი, უკაბელო ელექტროენერგია ან სიცოცხლის გახანგრძლივება. მომდევნო 60 წელი ჟანრი დაუკავშირდა ბოლშევიკურ დირექტივებსა და რეჟიმს და წარმოიდგინა იდეალურ მომავლად კომუნისტური უტოპია და მაინც ამ კომუნისტური უტოპიის ცენტრში ქართველი გმირის და საქართველოს მოთავსებით შეიქმნა სრულიად უნიკალური პოსტკოლონიური ნარატივი. ამ წიგნის მიზანი სწორედ ეს არის, ერთი მხრივ მოჰყვეს ისტორიას, როგორ შეიქმნა და განვითარდა ეს ჟანრი საქართველოში პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით და მეორე მხრივ აჩვენოს რა გზებით შეძლო სამეცნიერო ფანტასტიკამ დაეცვა ქართული ეროვნული იდენტობა.